პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავაწყდა. ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამოხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან მქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს სტატუსსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვლამდე. თავდაპირველად პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებული შემზღუდავი დადგენილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ხდომაზე 2026 წლის 12 მარტს მიიღეს. დადგენილების თანახმად 2026 წლის 1 ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებოდათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა. 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოებაც იკრძალებოდა. პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოება დაშვებული იქნებოდა, თუკი მწარმოებელი მას ქვეყნის გარეთ გაყიდდა, მაგრამ მათი უცხოეთიდან შემოტანა იკრძალებოდა. საბოლოოდ ოცნებას მის მიერვე დაწესებული შეზღუდვების გადავადება მოუწია.